ამბავს აცხადებს შალვა ნათელაშვილი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განმარტებით ახალი გეგმით სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლას განსაზღვრავს არა პაციენტის მდგომარეობა, არამედ ოპერატორის კეთილი ნება. შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ხალხზე წამლებით სარეცეპტო გენოციდის შემდეგ ივანიშვილის მილიონერთა კლუბი შეუდგა უფასო სასწრაფო დახმარების დანგრევას, რომელიც ლეიბორისტებმა 10 წლის უკან თავგანწირული ბრძოლით დავაკანონეთ. ვაფრთხილებ მილიონერთა მთავრობას. ხელი აიღონ ამ დანაშაულებრივ განზრახვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს მიერ გამოყენებული იქნება სამართლებრივი, პოლიტიკური და მასობრივი პროტესტის ყველა ფორმა და საშუალება, ხოლო ეს ამ ხელისუფლებას დაუმთავრდება უაღრესად სავალალო შედეგებით. ახლა კორეაში ამინდის დრო პროგნოზ დღეს ალიკო გაგვაცნობს. ხოლო ამის განაპირობებს ამერიკა-კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედება, ამიტომ დრო გამოშვებით მოიღრუბლება დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთის უმეტეს რეგიონებში. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმებად, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვაც, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება ბათუმში 29 გრადუსი, სითბო 32 გრადუსია, მოსალოდნელი ფოთში, სოხუმში 30. სულგიტშაარი 31 გრადუსამდე გათბება, ახალციხეში 32 გრადუსი სითბო, ქუთაისში 33. 31 გრადუსი იქნება ლენტეხში, ამბროლაურში 32 გრადუსი, ცხინვალში 31. თბილისში არის 33 გრადუსამდე გათბება, ასევე 33 გრადუსი იქნება რუსთავში, თელავში 32 გრადუსი სითბო, სიღნაღში 30 და ყვარელში 32 გრადუსი. თბილისში დრო გამოშვებით მოიღრუბლება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმებად, ჰაერის ტემპერატურა იქნება დილის 9 საათზე 26, 12-ზე 29, 15-ზე 33, 18-ზე 31 და 21 საათზე 27 გრადუსი. უახლოესი დღეების პროგნოზი კი ასეთია. Utsdaerti, male. Chemi fantas gemogdam. Didan gishur dashvebat. Chemi fanta, igavs? Velaze, vagam naqom. Chemi fanta, airas gavs. მაგრამ მუდამ გასაგიჟებელი. და როგორია ფანტა შენში? ფანტა პორტოხალი, აფრული გემო. მე სამოქალაქო ორგანიზაცია შენს გვერდით ვარ. ვზრუნავ შენზე. ვიცავ შენს უფლებებს. შენ მოქალაქე, მე სამოქალაქო. სადილი დასრულდა და ჩვენ შორისაც ყველაფერი დამთავრდა. მოიცა, ჩვენ მიტოვებას აპირებთ. ნუართულებ. არ დავალ. გათავისუფლდი საკვების ნარჩენებისგან. სუფთა და ჯამრთელი კბილებისთვის. ჭამე დალიე დაღეჭე ორბიტი. როცა თავს გრძნობას ესუფთა და ლამაზად ვალდებული ხარ მოახდინა შთაბეჭდილება. ვსადე ახალი და გაუმჯობესებული დისკრეტი. ახლა უკვე უფრო სუნთქვადი 12 საათამდე სისუფთავისთვის. შეიგრძენით სისუფთავე, რომელიც ჩანს. დისკრეტი. შესანიშნავი შესაძლებლობა და შესანიშნავი ფასი იმისთვის, რომ სცადოთ დისკრეტი. 20 წელიანი შეფუთვა საჩუქრად. მოიგე ჯეკპოტი 300,000 ლარზე მეტი და აიხდინე ყველა ოცნება. ისევ ფაღარათი. მე ვიღებ ზომებს ფაღარათის დროს კუშნაზლავის ტრაქტის პირველი მოქმედებისას. მეც. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა დროული იყოს. მიიღეთ იმოდიუმი. იმოდიუმი რეკომენდებულია ფაღარათის დროს და ხალხს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებას. იმოდიუმი ფაღარათის მკურნალობას სწორია. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
ჩვენი შეღებას გადაწყვეტ შეჩერდით და დაფიქრდით და ცულია თუ არა თქვენი თმა შეღებვის დროს. Excellence კრემი L'Oreal Paris-ისგან 3 მაგიდაცვით. ის იცავს თმას შეღებვამდე, შეღებვის დროს და შეღებვის შემდეგ. ჩემი თმა ახლა უფრო ძლიერია. ჩემი თმისფერი არასოდეს ყოფილა ასეთი ბზინვარე და ჭაღარა, რა ჭაღარა. Excellence-ის საღებავზე უკვე ახალი ფასი. თქვენ ხომ ამას იმსახურებთ? Super ჩემპიონები, super დაცვას იმსახურებენ. სიახლე, FA Men Extreme Protect 5. ხუთმაგი დაცვა ოფლის, სუნის, გაღიზიანების, წვისა და ლაქების წინააღმდეგ. FA Men Extreme. ექსტრემალური დაცვა ნამდვილი მამაკაცებისთვის. ისარგებლე ულიმიტო სასაუბრო დროით ნებისმიერ ქსელზე. გააგზავნე ულიმიტო SMS-ები და გამოიყენე ინტერნეტი ულიმიტოდ. აკრიფეთ ფიფკი 110 ფიფკი 250 დიეზი. გაიაქტიურე ულიმიტო Beeline Mix-ი და მიიღე შეუზღუდავი კომუნიკაცია ყველაზე იაფად. მხოლოდ 25 ლარად. Beeline, ყველაზე დაბალი ფასი. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს დავჯერებულ ვარ მეორე ადგილს. ჩემთვის თითქმის გამარჯვება და მარცხებაა. და როცა ეს ეხება ჩემს თმას, თითქმის სუბთან ნიშნავს, რომ ისევ არის კერპლი. აი რატომ ვიყენებ მხოლოდ Head and Shoulders. ყველაფერი საუკეთესო ზომიერები მიუღებელია. Head and Shoulders-ი მსოფლიოს ნომერ 1. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. სამ დღეში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს. თემურ ქეცბეიას გუნდი ირლანდიასთან შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზა ვარჯიშობს. მზადება ტექნიკურ ცენტრ ბასაზე მიმდინარეობს. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. საქართველოსა და ირლანდიის შეხვედრა 7 სექტემბერს დინამო არენაზე 20 საათზე დაიწყება. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი თამაში, ყველამ კარგად ვიცით. მე პირადად ფიზიკურად საკმაოდ კარგად ვარ. მიდი მაქვს რომ კარგად დავიწყებთ ამ შესაძლოებს და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ეს პირველი, იმიტომ რომ ძალიან გადამწყვეტია ჯგუფისთვის. დაახლოებით 2 თვე გამისდა ოპერაციის შემდეგ, ხა მაქსიმალურად 100%-ით უკვე დავბრუნდი. ყველანაირი ვარჯიშები ყველაფერს 100%-ით ვაკეთებ. რაც შეეხება შესარჩევს, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. პირველი თამაში სახში და იმედი გვაქვს რომ მოვიგებთ. პირველი 3 ქულა საქართველოს ნაკრებს მიენიჭება. მაღალი მოდის კვირეული ნიუ-იორკში 300-ზე მეტი დიზაინერი 2015 წლის გაზაფხულის ზაფხულის კოლექციას მოდის მოყვარულების წინაშე 11 სექტემბრამდე წარადგენს. კვირეული ცხოველთა დამცველების უკმაყოფილების ფონზე დაიწყო. ნიუ-იორკის ყველაზე მოდური კვირეული მიუღებელი აღმოჩნდა ცხოველთა დამცველებისათვის. ორგანიზაცია პეტას აქტივისტებმა დიზაინერ ვიქტორ დე სუზას ჩვენება გააპროტესტეს, სადაც მისი 2015 წლის გაზაფხულის კოლექციის წარსადგენად ეტლში შებუმლი ცხენები იყო გამოყენებული. ინციდენტის შემდეგ კი ჩვენება დახურულ სივრცეში გაგრძელდა. ძალიან მომწონს ჩვენება, ჟურნალში წავიკითხე და საგანგებოდ მოვედი ამის სანახავად. იმედია კიდევ გაიმართება. მე კი მის სანახავად მოვალ წვიმაშიც, თოვლჭყაფშიც და ნებისმიერ ამინდში. ცხოველების დიდი მოყვარული ვარ, ამიტომ თუ დავინახავ რომ მათ აწუხებდათ, რასაც აკეთებდნენ, მაშინ ეს შესაძლოა უკეთესი გზაცაა მათი მოდის საჩვენებლად, თუმცა არ მაქვს საკმარისი მტკიცებულება რომ ასე ვიფიქრო. გაცილებით კეთილგანწყობილი იყო დამოკიდებულება სელენა გომესის მიმართ. 22 წლის მომღერალმა საკუთარ გულშემატკივრებს Adidas-ის ახალი ხაზის ნეოს სპორტული ფეხსაცმლის ჩვენებაში მონაწილეობის საშუალება მისცა. შოუს ორგანიზებისათვის ფანებმა Twitter-ის ქსელი გამოიყენეს. თავად ცნობილი მომღერალი კი თინეიჯერულ ბრენდთან უკვე 2 წელია თანამშრომლობს. როცა ვიცვამ ფეხსაცმელს, რომელსაც ჩემი სახელი აწერია, ეს ძალიან კარგი გრძნობაა. როცა ვიცვამ და ვიცი რომ ბევრი უნდა ვიარო, ამ დროს ჩემი ფეხსაცმელი ამბობს სელენა გომეს, ნამდვილად ძალიან სახალისოა. ერთი კვირის განმავლობაში Mercedes-Benz-ის სახელობის კვირეულზე კოლექციებს 300-ზე მეტი დიზაინერი წარადგენს. ორგანიზატორები ამ კვირეულს მთელი მსოფლიოს დიზაინერებისათვის მთავარ ინდუსტრიულ შეკრებად მიიჩნევენ. ეს კარგი შესაძლებლობაა დიზაინერებისთვის, რომ უახლესი კოლექციები წარადგინონ. ისინი აჩვენებენ საკუთარ ნამუშევარს მყიდველებს, პრესას და მომხმარებლებს. დიდი იმედი მაქვს ხალხი მათ შეკვეთებს მისცემს და ამ ტანისამოს დიდი წარმოება ექნება. თვეების შემდეგ კი მათ მაღაზიებში ვიხილავთ. ლინკოლნის ცენტრში შესაბამისი პავილიონების მოსაწყობად ორგანიზატორებმა მუშაობა რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს. ნიუ-იორკის Mercedes-Benz-ის სახელობის მოდის კვირეული კი 14 სექტემბერს დაიხურება. ასე იყო დღის მთავარი თემები და კურიერი 9 საათზე ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.
Dopodiché, Attilo Rotazioni fino a fine, anche automobili Mercedes-Benz, da superpresi, nazionali milionari. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ მაგდიკომის იაფი როუმინგი. მოგზაური, დეპოზიტის და ნომრის შეცვლის გარეშე. შემავალი 10, გამავალი ზარი 30 თეთრიდან. საღამოს ეთერის სპონსორია სამშენებლო კომპანია GDG. შეიძინეთ ახალაშენებული ბინა ყველაზე მოთხოვნად ადგილას. აბაშიძის 70 GDG. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ლუდი ჰერენჰოიზერი. ჰოიზერი, გერმანული ცხოვრების გემო. საღამოს ეთერის სპონსორია ATI Express Kula. გადაიხადეთ სავაჭრო ობიექტებში Express Card-ით და ყოველი გადახდისას დააგროვეთ ATI Express Kula.